ბიგუსი. ან რა მოვამზადოთ თუ მაცივარში გვაქვს პატარა კომბოსტო, რამოდენიმე სოსისი. ცოტა ტომატი, ერთი თავი ხახვი და ორი დაფნის ფოთოლი. უმარტივესი, უგემრიელესი, მსადილი. თხლად ვჭრით კომბოსტოს. წვრილად დავჭერეთ ხახვი. გადავდგათ ხახვი ცოტა შორს. დავჭერეთ სოსისი. ეგეც წვრილად. ესე. დაი, თხლად. მოვთუშოთ ხახვი. მოვთუშოთ ხახვი ოქროსფრამდე. მოვთუშეთ ხახვი. ავიღოთ ნახევარი კომბოსტო. დაფნის ფოთოლი. შუაში ისე მოვათავსოთ და დავაფაროთ ისე სტაფილო კომბოსტო ბოდიში. ავიღოთ დაახლოებით 1 ჭიქა დუღებული წყალი, რო უფრო მალე ავაჩქაროთ პროცესი და დავასხათ. დიახ, ჩვენ მოვახდინოთ კომბოსტოს ბლანშირება. ვაცადოთ ესე 10-15 წუთი. 12 ნახევარი. კომბოსტო დარბილდა. ახლა თითქმის მოხარშულივით. ერთნაირი არის ესეთი. რბილი, თავარია უხეში არ იყოს. ეხლა ავიღოთ ხახვი ავიღოთ ხახვი, შემწვარი, მოთუშული. გადმოვყაროთ. გადმოვიტანოთ კომბოსტოსთან სოსისი, ტომატი და მარილი. კარგად, მოურიოთ. შეგვიძლია ისევ და ისევ ცოტა ადუღებული, ან ადუღარი წყალი დავასხათ, რომ უფრო წვნიანი გამოგვივიდეს. ესე 100 მლ. 7-10 წუთი. შუალედში შეგვიძლია კიდევ ერთხელ კარგად მოურიოთ, რომ უკეთესად გაიჟღინთოს. ძალიან მარტივი, გემრიელი, კერძი, მზად არის. შესანიშნავი არომატი და გემო. გირჩევთ. ყველანი დარჩებით კმაყოფილები.